მოგესალმებით ყველას. ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio წარმოგიდგენთ ფანების ლიგის მესამე სეზონის მორიგ ნახევარფინალურ შეხვედრას. მივედით უკვე იმ ეტაპამდე, რომ ორივე ფინალისტი უნდა გავარკვიოთ, მართლა ძალიან კარგი სეზონის, ძალიან დაძაბული თამაშების ბოლოში გავედით და დღეს ერთმანეთს ფინალის საგზურისთვის შეერკინებიან ფოთის კოლხეთი და თბილისის დინამო. მე გეტყვით თავიდანვე, რომ ჩვენი წლევანდელი სეზონის გამარჯვებული 2026 წელს გაემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრაზე. და წარმოგიდგენთ ჩვენი ნახევარფინალის მონაწილე გუნდებს, დავიწყებ ფოთის კოლხეთით, სანდრო ლოსაბერიძე და გიორგი მელქაძე. მოგესალმებით, როგორ ხართ? მეგობრებო. კარგ განწყობაზე მხარია რომ აფხართ ისევ მესამედ უკვე და თამაშობ ესეთი მაგარი გუნდის წინააღმდეგ. ორგზის მოქმედ ჩემპიონი. კი ბატონო, ორგზის მოქმედ ჩემპიონთან ამასწარი მათი გამოდისას წარდგენისას უნდა მერქო, მაგრამ იცის მაყურებელმა, არა, უჩვენს. იცის ნამდვილად მაყურებელმა ეგ ამბავი. და მეც ნამდვილად მიხარია, რომ ასეთი კარგი გუნდი ხართ და აი ნახევარფინალში თამაშობთ და კი ბატონო, წარმატებას გისურვებთ, რა თქმა უნდა. და წარმოგიდგენთ თქვენს გუნდს, როგორც უკვე ახსენე, ორგზის გამარჯვებულს. მაქსიმალური შედეგით 2-დან 2 სეზონი მოიგო თბილისის დინამო, ლაშა გოდუაძე და გაბრიელ ბერაძე. როგორ ხართ თქვენ მეგობრებო? საბრძოლო განწყობაზე. როგორც ყოველთვის, გულშემატკივრები და მაყურებლები მინდა გავაფრთხილო, რომ არ მოატყუოს იმ ფაქტმა, რომ პირველად მონაწილეობენ ძალიან ძლიერი გუნდია, ვიცი სხვა თამაშებიდან და შესაბამისად უკომპრომისო ბრძოლას ველოდებით. კი ბატონო, ნამდვილად. დიდებული სატრანსფერო სეზონი ქონდა პოუს. აი შარშან გორზე ვთქვით იგივე და კი, ნამდვილად დაგეთანხმებით. ნამდვილად დაგეთანხმებით, აუცილებლად ორივე გუნდს დაგეთანხმებით ერთმანეთის მიმართ. ტრანსფერები არ ეშლება ფოთის კოლხეთის პრეზიდენტს. იუვენტუსისგან განსხვავებით. აი, მოხედავ უკვე წინ ვარ. ჩვენ კიდე ევროპა რა გვინდა ევროპაში კაცო. იუვენტუსზე ნუ ვისაუბრებთ. სიაძულგები. რა თქმა უნდა თქვენ წარმატებას გისურვებთ ბიჭებო და შეგვიძლია დავიწყოთ და ვიწყებთ ტრადიციულად უცხოური ტურით, სადაც თითო სწორპასუხზე არის თითო ქულა. რეალის მილანის და ბრაზილიის ნაკრების ეს ვარსკვლავი ამჟამად 9 წლიან სასჯელს იხდის ციხეში ჯგუფურ დაასწრო ფოთის კოლხეთმა. მოგიგე სწორი პასუხია, რა თქმა უნდა. სწორი პასუხია და გადავდივართ შემდეგ შეკითხვას. ამბობენ, რომ ზებ მაიერი, ლეგენდარული გერმანელი მეკარე, მას ამის გამო დიდხანს არ ელაპარაკებოდა. განაწყენებული იყო, რადგან მიიჩნია, რომ მთელი ევროპის დასანახად მასხარად გამოაჩინა. 1976 წელს მომხდარმა ფაქტმა ისევ ფოთის კოლხეთმა დაასწრო პანენკა სწორი პასუხია, კი ბატონო, ანუ ის ცნობილი პენალტი, პანენკას პენალტი, რის გამოც ზებ მაიერი ამბობენ, რომ შემოწყრა ამ ფეხბურთელს. გადავიდეთ მესამე შეკითხვაზე. თავდაპირველად იძახდნენ, რომ გოლის გატანას იგი აღნიშნავდა ჰანიბალ ლექტერის საპატივსაცემად. შემდგომ იძახდნენ ბეთმენის საპატივსაცემად. თუმცა თავად დიდხანს არ გვეუბნებოდა თუ რატომ ჰქონდა გადაჯვარედინებული თითები იტანილი პირთან. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ DC კომიქსის უარყოფითი პერსონაჟი ვიქტორ გიოკერეში უნდა. კი ბატონო, სწორი პასუხია, ნამდვილად გიოკერეში არის მეორე ვერსია არის. სამივე ითოლება, კი ბატონო. ამიტომ სამი ქულა თქვენ. ეს გინდოდა? სამქულია. სამივე ერთად. კი ბატონო, 2-1-ია, ჯერჯერობით ისე ფოთის კოლხეთი ლიდერობს და შემდეგი შეკითხვა. 80-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირმა გადაწყვიტა საბჭოური ავტომობილების ექსპორტი გაეზარდა ჩილეში და კონკურენცია გაეწია ნისანისთვის და შევროლესთვის. ჩილელების გულის მოგება საბჭოელებმა ფეხბურთით გადაწყვიტეს და ამ კლუბის ტექნიკური სპონსორობა აიღეს საკუთარ თავზე. ამგვარად 1990-91 წლებში ეს კლუბი მოედანზე წინ წარწერით ლადა და ზურგზე კამაზი გადმოდიოდა. ჩილეს რომელი კლუბი აერჩია საბჭოთა კავშირმა თავისი ავტოიმპორტის პოპულარიზაციისთვის უნდა მითხრა. ისმეთ? კოლო. ჩილეს პირველ კლუბზე კოლო გაგახსენდა პირველ. კი ბატონო, კოლო პასუხი არის. მე უნდა მეთქვა, რომ ამ კლუბის ლოგოზე მახუჩესტომის ინდიელთა ბელათია გამოსახული. ხო, აი ესეთი პატარა ისტორიული რაკურისა, რა ქვია, ექსკურსი. 3-1 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა.
ამ ქვეყნის ნაკრების მეტსახელი წითელი ღვინოა და 1980 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ერთადერთი ტურნირია, რომელზეც მოახერხა კვალიფიკაცია შესარჩევი ეტაპი. 1966 წლამდე ეს ნაკრები სულაც არ მონაწილეობდა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევებში და არც კოპა ამერიკაზე იყო წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ისმენთ? ალბათ ვენესუელა. კი ბატონო, ვენესუელა სწორი პასუხია, რომელიც მე მგონი ერთადერთია სამხრეთ ამერიკიდან, რომელიც ჯერ არ გასულა მსოფლიო ჩემპიონატზე. 4-1 ანგარიში და გადავდივართ ფოტოტურზე. პირველი ფოტო იქნება 3-4-ზე ფოტოები და თქვენ პატარა ფრაგმენტით უნდა გამოისურვოთ რომელი ფეხბურთია თუ არა და მე ნელ-ნელა ბოლომდე გაიხსნება ფოტო. მაშინ ასე 3-4-ზე ფოტო და თუ შეიძლება გავხსნათ. დააჭირავ ისე ფოტოს კონკრეტმა. ეს არის მხითარია. ხითარიას რითი მიხდი. ხითარია. სომხური ნიკაპი ქონდა, რაც სომხური ნიკაპი ქონდა. და ეს მე და ხითარიას გვაქვს ეს მარტო მე მგონი. ვა, ოჩა, 5-1 ანგარიში. თურქი ხო არ არის ხო იმანებდა. შემდეგი შეკითხვა მეგობრებო, აქ გვაქვს ხოლმე საერთაშორისო მატჩიდან, არ არის აუცილებელი შეიძლება იყოს ნაკრებები, შეიძლება იყოს კლუბებიც, გავითვალისწინოთ. მაშინ ასე საერთაშორისო მატჩიდან პირველი ფრაგმენტი. ორივე მონაწილე გუნდი ისევ ფოთის კოლხეთმა დაასწრო. ეს არის ბაიერნი მანჩესტერის ფინალი. კი ბატონო, ბაიერნი მანჩესტერის ფინალი არის ეს თამაში. დარწმუნებული ვარ, აქედაც იყო ეს რა სახით გამომხედე გაბრიელ. დასწრებაში, ხო. 6-1 ანგარიში და უკვე ორქულიანი შეკითხვაა. შემდეგი ქართული, აქაც შეიძლება იყოს არის საქართველოს ნაკრების ან რომელიმე ქართული კლუბის ევროთასებიდან მატჩი. გავხსნათ. ისევ ფოთის კოლხეთი. სელტიკი ბათუმის დინამო? კი ბატონო, სელტიკი ბათუმის დინამო სწორი პასუხია. სელტიკი ბათუმის დინამო, გლაზგოური მატჩი და ორი ქულა ისევ თქვენ და 8-1 გახდა ანგარიში. თუმცა მეგობრებო, ასეთი არ მახსოვს მე ასეთი რაღაცა. არც ჩვენ არ გვაქვს. წაგვივიდა. წაგივიდათ ხო, კი, ნამდვილად წაგივიდათ, მაგრამ გადავდივართ ქართულ ტურზე, სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი. ქართული ტური, სადაც ყველა კითხვა არის ორქულიანი. მაშინ ასე 8-1 ანგარიში ფოთის კოლხეთის სასარგებლოდ და ვაგრძელებთ. ქართული ტურის პირველი შეკითხვა. საკლუბო დონეზე კარიერის მანძილზე მას ირანშიც უთამაშია და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. დინამო თბილისთან და ქუთაისის ტორპედოსთან ერთად საქართველოს ჩემპიონიც გამხდარა. ხოლო სამტრედიას და სიონის რიგებში ამ კლუბების ისტორიულ პირველ მატჩებში უთამაშია ევროთასებზე. ნაკრებში მისი დებიუტი უიღბლო გამოდგა, რუმინეთთან წავაგეთ 0-5. ამბობენ იოჰან ბოსკამპის საყვარელი ფეხბურთელი იყო და მის გვარს განსაკუთრებით გამოთქვამდა. კვირალა ნიდერლანდები. მისი სახელის გამოცნობაში ხელს შეგიწყობთ და გეტყვით, რომ ზუსტად იგივე ჰქვია გერმანულ პისტოლეტს. ისმენთ? ვალტერ გუჩუა სწორი პასუხია, კი ბატონო, გერმანულ პისტოლეტამდე სანამაგდით, ხო, ნუ. კი ბატონო, სწორი პასუხია 8-3 შეამცირა სხვაობა თბილისის დინამო და შემდეგი შეკითხვა. ყველამ ვიცით, რომ საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გოლი გელა კეტაშვილმა გაიტანა საკუთარ კარში. და ამ გოლით ფოთის კოლხეთმა 1-0 მოუგო იბერიას, ანუ დღევანდელ დინამო თბილისს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ არა გელა კეტაშვილი იმ საგოლე მომენტში გოლს კოლხეთის ეს ფეხბურთელი გაიტანდაო და თავის გვარს სამუდამოდ ჩაწერდა დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში. თუ არ გახსენდებათ ის მომენტი, გაგიმარტივებთ დავალებას და გეტყვით, რომ ამ ფეხბურთელს საქართველოს ჩემპიონატებში 100-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი და ასევე ცნობილი საფეხბურთო აგენტიცაა. ამუკაჯურელი. ამუკაჯურელი სწორი პასუხია, კი ბატონო. ასპერზე და ენერგია თქვენ. რადგან დინამო და კოლხეთის მატჩი იყო, დინამო და კოლხეთიდანაც რაღაც პატარა ის მოვიტანეთ მოკლედ. 8-5 ანგარიში და შემდეგი შეკითხვა ქართული თემიდან. რამდენ ქართველ ფეხბურთელზე გსმენიათ, ვისაც ისლანდიაში უთამაშია? ეს ერთ-ერთი მათგანია. ბევრნი არ არიან. გეტყვით, რომ კითხვა ვისაც ეხება, მას ისლანდიურ სტიარნანამდე თბილისის დინამოში და გურიაში უთამაშია. ისევ თბილისში. არ არის სწორი პასუხი. გურიაში უთამაშია, გავაგზავნებ შეკითხვას, თუმცა საზოგადოება მას უფრო საფეხბურთო ფუნქციონერის სახელით იცნობს. ალბათ ახლა მთავარი იქნება ვინ დაასწრებს დაჭერას, ეს კითხვაში მეწერა, ასე მაგრამ უკვე დაჭერილია, რადგან გამოსასწრები ყავთ ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი. ისმენთ?
ჯორდანია, მერაბ ჯორდანია, სწორი პასუხია. კალუჟასთან და დავით პაიკიძესთან ერთად თამაშობდა ის ისლანდიაში, ხო, აი, შემდეგი ფრაზა რომ მოგესპინო უკვე გამოიცვალა. 10-ით 5-ია ანგარიში და შემდეგი შეკითხვა. მსგავსი ფაქტი საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაფიქსირდა. 1991 წელს და 2023 წელს. პირველ შემთხვევაში ეს ოზურგეთის მერცხალთან მატჩი მოახერხა ცხუმის მიხეილ ჯიშკარიანი. ისმე? 7 გოლზეა საუბარი. 7 გოლი, მეორე გოლის ავტორი, მეორე 7 გოლის ავტორი გებახსოვებათ ალბათ მუსელიანი, კი ბატონო, სწორი პასუხია ნამდვილად. და 10-ით 7 გახდა ანგარიში და ქართული ტურის ბოლო შეკითხვა. ეს საფეხბურთო კლუბი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქუთაისში 1910-20-იანი წლების დასაწყისში. 1923 წელს ამ კლუბს სახელი შეეცვალა და რევოლუციონერ იოსებ ხარაბაძის სახელს ატარებდა. მის შემადგენლობაში იმ დროის ცნობილი ქუთაისელი ფეხბურთელები თამაშობდნენ: ბაზილევიჩი, იმედაძე, შენგელია, ბასილაძე, ინასარიძე, ტყაბლაძე. ამ კლუბის სახელწოდების გამოცნობა ალბათ მარტივი იქნება თუ გეტყვით, რომ ის აკაკი წერეთლის ნაწარმოების სახელს ატარებს, რომლის ეკრანი დააჭირა ფოტოს მოხერხება. არ არის გამზრდელი, სწორი პასუხი ბოლომდე შეგიძლიათ მოისმინოთ, თუმცა მოვისმენთ. აკაკი წერეთლის ნაწარმოების სახელს ატარებს, რომლის ეკრანიზაცია კინოეკრანებზე 1956 წელს გამოვიდა. ბაშიაჩუკი იყო ასეთი საფეხბურთო კლუბი, როგორც აღმოჩნდა. გამზრდელი არ გამოდგა, სწორი პასუხი. და კიდევ უფრო შემცირდა ანგარიშის ხვაობა და გახდა 10-9. 10-9 ფოთის კოლხეთი კვლავ წინ არის, თუმცა წამოეწია ქართული ტურის შემდეგ თბილისის დინამო და ძალიან დაძაბული მორიგი რაუნდები გველის. მორიგი რაუნდი კი გახლავთ სარბიელის არქივი. სადაც პირველი ფოტო, რომელიც იქნება წარმოდგენილი იქნება ერთქულიანი, რადგან უცხოურ ფეხბურთზეა, მეორე კი ორქულიანი. მას ასე წავიკითხავ შესავალს. 2005 წლის 9 დეკემბრის სარბიელიდან იქნება ეს პატარა ნაწყვეტი. თუ შეიძლება ფოტო გაუშვათ. კონტრაქტის მოწერას 1 წუთიც არ დაუჭერია. ციფრები არც იყო ჩაწერილი, ამბობდა გახარებული რედნაბი. აქ იმიტომ დავბრუნდი, რომ მილან მანდარის ძალიან უნდოდა. ფრეტონ პარკი კი იმედით შესცქერის ჰარის დაბრუნებას. ეს კლუბი ბოლო სამეულიდან უნდა ამოცოსდეს. დააჭირა ფოტოს კოლხეთმა. აბა გისმენთ? მაგრამ არ არის. კლუბი უნდა ვთქვათ? ხო, ეს კლუბი დააჭირა. თქვა? ვესთემი თქვა. აქ ვერ გავიგე, ვესთემი თქვა? თქვა, არა, მართლა არ გამიგია. დაემთხვა ეს. კი ბატონო, ვესთემი არ არის სწორი პასუხი. 2 ფუთის სწორი პასუხია, კი ბატონო. მართლა არ გამიგია, ავალად ეს ყოლა ზუსტად მაგ დროს ეს რედნაბი. 10-10 ანგარიში 1996 წლის 10 ივნისის ნომერში იყო ეს ინფორმაცია. და ფოტოს შეიძლება ვაჩვენოთ და წავიკითხოთ ინფორმაცია. რომელიღაც კლუბის მთავარი მწვრთნელისგან ელგუჯა გუგუშვილისგან შევიტყვეთ, რომ მისთვის თურქმენეთის ეროვნული ნაკრებისა და იქაური ჩემპიონატის ლიდერის კოპეტდაღის მთავარი მწვრთნელობა შეუთავაზებია. აი ესეთი ინფორმაციაა. მართლა წავიდა თურქმენეთში ელგუჯა გუგუშვილი, მაგრამ ამ დროს რომელი კლუბის მწვრთნელი იყო ის? დააჭირა დინამომ? ეს უნდა იყოს კოდაკო. კოდაკო? კი. მორკინალი კოდაკო. კი ბატონო, მორკინალი კოდაკო, ხო, აი ეს პასუხია მორკინალი, კოდაკო სპონსორი იყო თუასდები და ხო, მაგიტომ ვისავქედი რა. ზოვეტიც იყო ერთი პერიოდი. კი, და მორკინალი კოდაკო სწორი პასუხია ნამდვილად. და 12-ით 10 გახდა ანგარიში და დაწინაურდა უკვე თბილისის დინამო. გადავდივართ ქალაქობანაზე, მეგობრებო. სადაც თავიდან გვეცოდინება თუ რა ასოზე იწყება ყველა პასუხი და შემდეგ უკვე მეორე ეტაპზე აღარ გვეცოდინება. პირველი თუ შეიძლება დავატრიალოთ დოლურად და ვნახოთ რა ასო ამოვა. ასო ბგერა ფ, მაშასე ნაკრები. ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დანიელი იაკობ ფრიისია. ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დანიელი იაკობ ფრიისია. კარგი, კლუბი. ამ ნიდერლანდურ კლუბთან დინამო თბილისის საბჭოთა კავშირისა და დამოუკიდებლობის დროსაც უთამაშია ევროთასებზე. ამ ნიდერლანდურ კლუბთან დინამო თბილისის საბჭოთა კავშირისა და დამოუკიდებლობის დროსაც უთამაშია ევროთასებზე. უცხოელი ფეხბურთელი. ამ ინგლისელს საქართველოს ნაკრებისთვის აქვს გოლი გატანილი თბილისში. ამ ინგლისელს საქართველოს ნაკრებისთვის აქვს გოლი გატანილი თბილისში. ქართველი ფეხბურთელი.
ეს თავდამსხმელი ორჯერ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ საქართველოს თასის მფლობელია ლანჩხუთის გურიას შემადგენლობაში. ეს თავდამსხმელი ორჯერ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ თასის მფლობელია ლანჩხუთის გურიას შემადგენლობაში. დამწვრთნელი. ეს გერმანელი 16 წლის განმავლობაში წვრთნიდა ქართველებისთვის კარგად ცნობილ ფრაიბურგს. ვიცი. ეს გერმანელი 16 წლის განმავლობაში წვრთნიდა ქართველებისთვის კარგად ცნობილ ფრაიბურგს. აბა ვაჩვენოთ კამერებს, ხუთივე პასუხი გვიწერია ყველას. ანგარიში არის 12-10 დინამოს სასარგებლოდ და ისა ჩვენ გაფანს დავწერთ. ამ ქვეყნის ნაკრების მთავარი მცველი არის დანიელი იაკობ ფრისი. თქვენ რა გიწერიათ? ჩვენ ფალერი. ფინეთი არის სწორი პასუხი, ფინეთის ნაკრების მცველია დანიელ ფრისი და 13-12 გახდა ანგარიში. ნიდერლანდური კლუბი, რომელთანაც დინამოს უთამაშია ჰაბშტად დროსას და დამოუკიდებელ დროსას. ფეინორდი სწორი პასუხია 14-13. ინგლისელი, რომელსაც ნაკრების კარში აქვს ჩვენთან გატანილი გოლი. ფერდინანდის სწორი პასუხია და სამი ქულა თქვენ. შესაბამისად 13-14 იყო 16 ხო. შესაბამისად 16-14 დინამო დაწინაურდა ისევ. ქართველი ფეხბურთელი, ანუ თავდამსხმელი ორჯერ საქართველოს ვიცე-ჩემპიონი და ერთხელ თასის მფლობელი გურია შემადგენლობაში. ბესიკ ფრიდონაშვილია სწორი პასუხი, ფრიდონაშვილი სწორია 19-14 და მწვრთნელი ფრაიბურგის მოლკერ პინკე სწორი პასუხია. 20-15 ანგარიში. 5 ქულით გაიჭრა წინ დინამო, მაგრამ ბოლო ძალიან ზაკრული ტურია, მინდა გითხრათ რომ მეოთხე ფინალში მაგალითად იყო ეგეთ შემთხვევა რომ არასწორი იგი, ამდენჯერმე იყო ეგეთ შემთხვევა. არ გეუბნებით რომელ ასოზე იწყება პასუხები, ამიტომ თქვენთო უნდა გამოისოთ. უბრალოდ ყველა პასუხი ერთი და იგივე ასოზე იწყება. 20-15 და ქალაქობანას ბოლო ეტაპი. ნაკრები. ამ ქვეყნის ნაკრების მეტსახელია წითელი ზღვის ზვიგენები, ან წითელი ზღვის მეთევზეები, ასეც ეძახიან ორივე ვარიანტი. წითელი ზღვის ზვიგენები ან წითელი ზღვის მეთევზეები. კლუბი. ეს კლუბი იტალიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია. ეს კლუბი იტალიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა, რაც ისტორიაში მეოთხე საუკეთესო შედეგია. უცხოელი ფეხბურთელი. ამ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ფრანკს სახელი ექიმი ჟივაგოს მთავარი გმირის საპატივსაცემად დაარქვეს. ეს. ამ მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ფრანკს სახელი ექიმი ჟივაგოს მთავარი გმირის საპატივსაცემად დაარქვეს. ქართველი ფეხბურთელი. გარდაბანში დაბადებულ ამ ფეხბურთელს ნაკრებში გოლებიც გაუტანია და კაპიტანიც ყოფილა. გარდაბანში დაბადებულ ამ ფეხბურთელს ნაკრებში გოლებიც გაუტანია და კაპიტანიც ყოფილა. დამწვრთნელი. ამ ლეგენდარულ ლივერპულს მწვრთნელად საუდის არაბეთშიც უმუშავია და შოტლანდიაშიც. ამ ლეგენდარულ ლივერპულს მწვრთნელად საუდის არაბეთშიც უმუშავია და შოტლანდიაშიც. მაშასე დავასრულეთ, ვაჩვენოთ თუ შეიძლება კამერებს. აქეთ ქართველი ფეხბურთელი ვერ გაიხსენეთ თქვენ როგორც ჩანს. კარგი. განვაგრძო 20-15 ანგარიში და დავიწყოთ. ქვეყნის ნაკრები, რომლის მეტსახელია წითელი ზღვის ზვიგენები ან მეთევზეები. ალბათ რა, ჯზე სხვა. ჯიბუტი კი ბატონო. ჯიბუტის სწორი პასუხია 21-16. იტალიის ჩემპიონი 9-ჯერ გახდა. ჯენოა 22-17. უცხოელი ფეხბურთელი, ანუ ფრანგი, რომელიც ფიქსებული იური ჯორკაეფი. ჯორკაეფი, კი ბატონო. შესაბამისად 23-18 ანგარიში. გარდამაში დაბადებული ფეხბურთელი თქვენ ვერ იგებთ. ხოჩა ჯამარაული არის ეს ფეხბურთელი 26-18 და მწვრთნელი ჯერარდი. კი ბატონო, სწორი პასუხია და მორიგ ჯერზე გამარჯვება მინდა მიულოცოთ თბილისის დინამოს და ფინალში გასვლა სასწაული კამბექით 7-ქულიანი ჩამორჩენის მიუხედავად თბილისის დინამო მოახერხა ფინალში გასვლა და ბიჭებო, ნამდვილად დიდი პატივისცემა თქვენ ჩემგან, ძალიან მაგარი თამაშისთვის და ისე თავბრუდს დამხვევად დაიწყეთ თამაში, რომ ნამდვილად უკვე ქართულმა ტურმა. კი, ქართულმა ტურმა, კი ბატონო, გეთანხმებით და ძალიან დიდი მადლობა მონაწილეობისთვის და იმედი მაქვს, რომ შევხვდებით კიდევ აუცილებლად. და რა თქმა უნდა, გილოცავთ. ჩვენ შევცვალე ელვისებური შეტევა და გრიგარისებული. ვალდოდოლაბერდის არ იყოს. კი ბატონო. გილოცავთ მეგობრებო, ფინალში გასვლას. მადლობა მეტოქეს ძალიან კარგი დიდებული თამაშისთვის.
კი ბატონო, ნამდვილად ძალიან ესეთი დაძაბული. ჩამორჩენა ჩვენ არ ქონია. არ ქონიათ ნამდვილად და რაღაც მომენტში გაბრიელის სახეს რო გავხედეთ, ცოტა ისეთი სახე არ ქონდა. ნახევარფინალში ტრადიციულად ისა გვაქვს. ბეწვის ხიდი, აჰა, ხო არა. შარშანაც შარშანაც მომეცა იმედი რაღაც მიგეთ. შარშანაც ხო, კი, -5-ით დავიწყეთ ქალაქობანა გორის დილასთან და გორის დილასთან ხო. ხო, აი მე ფილიპ ფერდინანდი ვეღარ გაიხსენეთ აი, თქვენ ხო, ფერდინანდი. იმაში. კი ბატონო, ეს ფერდინანდი. კი ბატონო, ძალიან კარგი თამაში იყო და ძალიან დიდი მადლობა, მეგობრებო. ამით უნდა დაგემშვიდობოთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ჩვენი პროექტის წარმომადგენია ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და Sports Production Studio. ჩვენი გამარჯვებული წვლილი კი მომავალ წელს გაემგზავრება საქართველოს ეროვნული ნაკრების რომელიმე გასვლით შეხვედრაზე. ამით გემშვიდობებით და შევხვდებით ერთმანეთს ერთ კვირაში. კარგად გრძანდებოდეთ.